ზუკა, მოგესალმებით, მადლობა რომ გამონახეთ რო და ღონისძიების ფარგლებში პასუხობთ უძრავი ქონების პროსპექტის კითხვებს. ძალიან საინტერესო პრეზენტაცია იყო, რაც გალტმა წარადგინა აჭარის დეველოპერულ ბაზარზე და მინდა რომ მოკლე შეჯამება გთხოვოთ, რა ტიპის პოტენციალი და პერსპექტივები იკვეთება წელს ბათუმში. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. დღეს წარვადგინეთ კვლევა ბათუმის სტუმარ-მასპინძლობისა და უძრავი ქონების ინდუსტრიებზე და თუ რა კავშირი არსებობს მათ შორის და კონკრეტულად ბათუმის შემთხვევაში რთული არის განვიხილოთ ერთი მეორის გარეშე, რადგან საკმაოდ დიდი კავშირი აქვს ამ ორ სექტორს ერთმანეთთან. მოგეხსენებათ ბათუმი თბილისისგან განსხვავებით ბათუმის უძრავი ქონება უფრო განსხვავებულ ხასიათს ატარებს, უფრო საინვესტიციო ხასიათისაა. ამის გამო სწორედ უფრო მცირე ზომის ბინები გვაქვს ბათუმში წარმოდგენილი, რაც ამავდროულად ნიშნავს, რომ ქონების საშუალო ღირებულებაც ბევრად უფრო მცირეა ვიდრე თბილისში და სწორედ ეს საინვესტიციო ხასიათი არის იმის გამომწვევი ფაქტორიც, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეების წილი გაყიდვებში ბევრად უფრო დიდი არის, საშუალოდ 60-70% გაყიდვებისა სწორედ უცხო მოქალაქეებზე მოდის, ვიდრე თბილისი, სადაც 85-90% გაყიდვებისა ადგილობრივი მოსახლეობისგან არის. ზუკა, ვინ არის ეს 70%? საინტერესოა ჩაშლას რო შევხედოთ, ძირითადად რეგიონის ქვეყნები იკავებენ დიდ ნაწილს და მცირე ევროპის წილი თუ როგორია და ასევე თუ იცვლება წლიდან წლამდე ამ ნაწილში რაიმე. კი ბატონო, წლიდან წლამდე დინამიკას რომ შევეხოთ, აქ ცვლილება გვაქვს, აი თუ შევხედავთ ადგილობრივ და უცხო ქვეყნის მოსახლეობას, აქ წლიდან წლამდე ადგილობრივი მოსახლეობის წილი მცირდება. ამ დასკვნას ჩვენ ვაკეთებთ ჩვენი გამოკითხვისგან, რომელსაც პერიოდულად ვაკეთებთ და აქ ერთი ფაქტორი უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ გამოკითხვა შეიძლება ოდნავ უფრო უცხოელებისკენ იყოს გადახრილი, რადგან ჩვენ ყველაზე წამყვან და სისტემურ დეველოპერებს გამოვიკითხავთ და მათ უფრო უკეთესად აქვთ, ასე ვთქვათ, აგებული გაყიდვების ხაზები უცხო ქვეყნებში, თუმცა ტენდენცია სწორედ ასეთია, რომ წლიდან წლამდე ადგილობრივი მოსახლეობის წილი ბათუმის გაყიდვებში იკლებს. თუ რომელი ქვეყნები ლიდერობენ, აი თუ შევხედავთ 2020-დან 24-მდე გაყიდვებს, ისევ ჩვენი გამოკითხვით, ვნახავთ, რომ რუსეთის მოქალაქეებზე გაყიდვები წარმოადგენს დაახლოებით მე-4-ს მთლიანი გაყიდვებისა, რასაც მოსდევს ისრაელი, პოლონეთი და თურქეთი. ეს 4 ქვეყანა ჯამში გაყიდვების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გაყიდვების ნახევარს წარმოადგენს დაახლოებით. აქვე ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, რასაც აღნიშნავდი, ის არის, რომ თვითონ ამ ქვეყნების მრავალფეროვნებაც გაზრდილი არის ბოლო წლებში, თუ 2020 წელს 12 სხვადასხვა ქვეყნიდან დაფიქსირდა გაყიდვა ბათუმში, 2024 წელს ეს რიცხვი იყო 28. ანუ 28 სხვადასხვა ქვეყნიდან დაინტერესდნენ იქაური ქვეყნის მოქალაქეები ბათუმის უძრავი ქონების, რაც ბაზრის დივერსიფიკაციას უწყობს ხელს და რა თქმა უნდა, მას უფრო აჯანსაღებს. რა არის მიზეზი იმისი, რომ აი 12-დან 28 სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები ინტერესდებიან საქართველოს უძრავი ქონების ბაზრით, კონკრეტულად აჭარის. ეს შეიძლება იყოს ფასები, რომელიც ჯერ კიდევ გლობალურად დაბალია იმ ადამიანებისთვის, ვინც ყიდულობს. ეს არის რაღაცა ჯანსაღი ციფრები ტურიზმში, თუ რა ინდიკატორების გამო იღებენ გადაწყვეტილებებს. ცოტა შორიდან დავიწყებ მაშინ ამაზე პასუხს. მოგეხსენებათ 2022 წლის შემდეგ, როდესაც ვიხილეთ რუსეთს შეჭრა უკრაინაში, საქართველოს მიხილა მიგრაციული ორი ტალღა, რაც უძრავი ქონების ჭრილში თუ შევხედავთ, ორ ძირითად ქალაქზე აისახა, ეს იყო თბილისი და ბათუმი. ბათუმში ფასები თბილისზე მეტადაც კი გაიზარდა 2022-23 წლებში და ასე მივედით 2024 წლის ბოლომდე, სადაც საშუალო ფასი დაახლოებით $1470 იყო ერთ კვადრატულ მეტრზე თეთრი კარკასის კონდიციის ბინაზე. აქ ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს აღნიშნავ, რომ თვითონ ეს ფასის ზრდის ტემპია დასტაბილურებული, თუ წინა წლებში 2-3%-ით იზრდებოდა თვიურად ეს ფასი, 2023 წლის მეორე ნახევრიდან უკვე ეს ზრდის ტემპი დაახლოებით 1%-ზე დასტაბილურდა და ბევრად უფრო, ასე ვთქვათ, პროგნოზირებადი გახადა შემდეგ თვეში, რაც შეიძლება ველოდოთ. თუმცა ასეთი ჩქარი ზრდის ტემპის ფონზე ჩვენ დავინტერესდით თუ რამდენად ძვირი არის ზოგადად თუ შევხედავთ ბათუმს როგორც საზღვაო კურორტს
და შევადარებთ სხვა საზღვაო კურორტებს, რამდენად ძვირი არის აქ უძრავი ქონება და როდესაც შევედარეთ აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის ქვეყნებს, ასევე შევედარეთ დუბაის, ვნახეთ, რომ ბათუმი ერთ-ერთი ყველაზე იაფი ალტერნატივა არის საინვესტიციოდ უძრავი ქონების კუთხით მაინც და ამ ქვეყნებში 3-4 ჯერ უფრო ძვირი ცხირს თუ ავიღებთ აი მაგალითად საშუალო ბინას 40 კვადრატული მეტრის ბინას, ბათუმში თუ დაახლოებით $60,000 შეიძლება ერთი საშუალო ბინის შეძენა, არ ვიცი, დუბაიში მაგალითად შეიძლება ეს $250,000-ზე მეტი დაგვიწყდეს საშუალო მაჩვენებელზეა საუბარი. თუმცა დაბალი ფასის მიუხედავად თუ მეორე მხრივ ამონაგებს შევხედავთ, რაც ინვესტორებისთვის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია, ბათუმი ლიდერობს აქ თავისი პოზიციით, დაახლოებით 8.8% არის საშუალო წლიური ამონაგები აქ ქირის, რაც შესადარ ქალაქებთან ყველაზე მიმზიდველად გამოიყურება. შესაბამისად, თუ უცხოელი მყიდველების ინტერესზე ვსაუბრობთ, რატომ შეიძლება ბათუმით დაინტერესდნენ, აქ ორი მარტივი პასუხი არის დაბალი ფასი და მაღალი ამონაგები. ეს ნიშნავს, რომ ბათუმს და აჭარას აქვს კიდევ ფასის ზრდის პერსპექტივა და პოტენციალი უახლოეს პერიოდში და თუ კი რა შეიძლება იყოს ეს ზრდა მომდევნო პერიოდისთვის. ფასის ზრდას თუ შევხედავთ, აქ რამდენიმე ფაქტორი იყო, რამაც ეს ზრდა გამოიწვია. პირველ რიგში ეს იყო სამშენებლო მასალებზე ფასების ზრდა, რასაც ვხედავთ, რომ ბოლო წელიწადნახევარია საკმაოდ დასტაბილურებულია და აქ ვერ ვხედავთ რაიმე განსაკუთრებულ ცვლილებას. მეორე იყო მიგრანტების ეფექტი, რამაც დამატებითი მოთხოვნა გააჩინა ბაზარზე, თუმცა აქაც ვხედავთ, რომ მიგრანტების დიდი ნაწილი უკვე ბათუმიდან გასულია. ჩვენი შეფასებით დაახლოებით 2022 წლის მაჩვენებელს თუ შევედრებით, მიგრანტების 40% უკვე ბათუმიდან არის გასული. შესაბამისად, ეს დროებითი ფაქტორებიც ამოწურულია და ვერ ვხედავთ რაიმე ისეთ მიზეზს, რამაც შეიძლება ფასები ისე გაზარდოს, როგორც წინა წლებში ვიხილეთ. თუმცა მოსალოდნელია იმ 60%-ის გადინებას, თუ ეს ნიშნავს, რომ ის ვინც დარჩა, უკვე დარჩა და აქ ქმნის რაღაცა დოვლაც. რთულია ასე პირდაპირ ამაზე პასუხის გაცემა. ზოგმა საკმაოდ კომფორტულად იგრძნო თავი ბათუმში და დარჩა საცხოვრებლად. ზოგი შეიძლება ისევ ეძებს ალტერნატივას, ზოგი კი უბრალოდ სხვადასხვა ქვეყნებში დამოგზაურობს და აქაც შეიძლება უძრავი ქონება კონდეს, რაც ბათუმში ჩამოსვლისას, რადგან არც თუ ისეთი ძვირი ფუფუნება არის პატარა ბინის ქონა, ბათუმში ჩამოსვლისას იყენებს თავის უძრავ ქონებას. რელევანტური იქნა გამომდინარე, რომ თუ ვამბობთ, რომ ძალიან დაბალია საქართველოში და ბათუმში ფასები იგივე მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, ნიშნავს, რომ პოტენციალი არის კიდევ ზრდის და პირობითად ის ცალკეული ინვესტორები შეიძლება 5-10 წლის მერე მნიშვნელოვან მოგება ნახონ დღეს შეძენილი უძრავი ქონებიდან გამომდინარე. ამიტომ აკითხვა, რამდენად შეიძლება რომ ველოდებათ და ეს ყველაფერი ალბათ დაკავშირებულია და დიდწილად დაკავშირებულია ქვეყანას აით გააგრძელებს გზას და რამდენად შეიძლება ევროპასთან დაახლოებულები ვიყოთ. ესეც მნიშვნელოვნად ზრდის ფასებს გრძელვადიან პერსპექტივებში. ამ კუთხით როგორ უყურებს გალტი პროგნოზებს? რა თქმა უნდა, როდესაც საქართველო მიიღო ევროკავშირის კანდიდატის წევრობის სტატუსი, ამან გააჩინა მოლოდინები, როგორც ადგილობრივი მოსახლეობიდან, ასევე ვთქვათ, არა მარტო ევროპული, ზოგადად უცხოო ქვეყნის მოქალაქეებისგან, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ზოგადად ეკონომიკას და რა თქმა უნდა, უძრავ ქონების ბაზარსაც გაზრდიდა, რამაც დადებითი მოლოდინები გააჩინა იმის კუთხითაც, რომ ფასებიც გაიზრდებოდა ბაზრის ზრდასთან ერთად. თუმცა რა პროცესებსაც ახლა ვხედავთ, ეს დამატებითი მოთხოვნა, რაც ამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებით გაჩნდა, ნელ-ნელა მინელდა, რადგან ჯერჯერობით წინსვლა არ ჩანს ამ კუთხით. რაც შეეხება ფასის ზრდა, რამდენად მოსალოდნელი აქ უნდა იდგეს ფასის ზრდის უკან ჯანსაღი ფაქტორები, რაც ფასს გაზრდის და როგორც უკვე აღვნიშნე, როგორც მოთხოვნის ნაწილში პირიქით 2024 წელს საკმაოდ შემცირება იყო, თუმცა დეველოპერებს არ აქვთ იმხელა სივრცე ფასის შემცირებისთვის, რომ ჯერჯერობით ვთქვათ, რომ შემდეგ წელს მოსალოდნელია ფასის შემცირება. თუმცა თუ ესეთი შენელება შემდეგ წლებშიც ვიხილეთ, შესაძლოა ფასის კორექციაშიც გადაიზარდოს. აჭარაში გარკვეული პერიოდის წინ დაანონსდა ორი ძალიან მსხვილი პროექტი. ერთი საუბარია ბათუმი აილენდზე, ესე ვთქვათ და ძალიან მოკლე პერიოდის წინ გავიგეთ, რომ გონიოშიც ერთ-ერთი უმსხვილესი ორგანიზაცია შემოდის და უნდა აკეთოს დეველოპმენტი. ეს რამდენად იქონიებს გავლენას ზოგადად ამ ბაზარზე და რა შეიძლება შეცვალოს აი ამ ორმა მსხვილმა პროექტმა?
პირველ რიგში აღნიშნავდი, რომ ბათუმში ესე სანაპირო ზოლზე სხვასთან ახლოს დარჩენილი მიწები ძალიან ლიმიტირებული არის, რამდენიმე მიწაღა არის დარჩენილი და მიწოდების ზრდა ამ კუთხით კონკრეტულად ბათუმს თუ ავიღებთ, შესაძლებელია ხელოვნური კუნძულისა და გონიოს მხარეს და შემდეგ უკვე განვიხილავთ, რომ ჩანაცვლების პროექტების გარდა ესეთი დიდი ბევრი ვარიანტი აღარ არის. სწორედ ამიტომაც არის ისიც, რომ ბოლო წლებში ხედავთ ტენდენციას ბათუმის გარშემო არეალებში დეველოპმენტის გასვლისა, ერთ მხრივ გონიო კვარიათის მხარეს, მეორე მახინჯაურის მხარეს, ასევე ვიხილეთ ქობულეთშიც რამდენიმე მსხვილმასშტაბიანი პროექტი, თუმცა ვიტყოდი, რომ ქობულეთი მაინც საწყის ეტაპზე არის იმისა, რომ ბათუმთან ამ კუთხით ახლოს მივიდეს. ამ მსხვილი დეველოპერების შემოსვლა, რა თქმა უნდა, ბაზარს გააჯანსაღებს და კონკრეტულად ბათუმის ეკონომიკასაც ძალიან წაადგება. რადგან როდესაც ისინი დაიწყებენ უკვე საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობას, ისინი გარკვეულ სტანდარტს დააწესებენ ბათუმის ბაზარზე, თუ როგორი უნდა იყოს პრემიალური სეგმენტი და დეველოპერებსაც, ვინც ბათუმის ბაზარზე ოპერირებს, მოუწევთ, რომ ამ სტანდარტებს მოერგონ და თვითონაც გააუმჯობესონ თავიანთი შეთავაზებული პროექტების ხარისხი და მომხმარებლების მხარესაც ამას ხედავთ ბოლო წლებში, რომ პრეფერენციები მომხმარებლებს ეცვლებათ არა მხოლოდ ბინების ყიდვა უნდათ უკვე, უნდათ ბინებთან ერთად თვლიან პროექტით ინტერესდებიან. იქნება ეს გამწვანება, საკუთარი ბათუმის შემთხვევაში საკუთარი სანაპირო ზოლი მაგალითად ან სხვადასხვა ინფრასტრუქტურული კეთილმოწყობები, რითიც უფრო დიდ კომფორტს შეიგრძნობენ აქ დასვენებით თუ საერთოდ ცხოვრებით. სუკა, შეჯამებისთვის რა არის 2025-ში აჭარის დეველოპერული ბაზრის მთავარი გამოწვევა? ცოტა საშუალოვადიან პერიოდში შევხედავდი, იმიტომ რომ რთული არის ზოგადად ამ ტურბულენტობაში, მოკლევადაში რაიმე პროგნოზი გაკეთება საერთოდ გართულდა, თუმცა როდესაც მოლოდინებზე ვსაუბრობთ, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი აქ არის მიწოდება, ანუ რამხელა საბინაო ფონდის გაჩენას ველოდებით დამატებით ბათუმის ბაზარზე. დღე 2023 წლის მდგომარეობით დაახლოებით 108,000 საცხოვრებელი ბინა არსებობს ბათუმში და ველოდებით, რომ 2028 წლისთვის ამას ერთი ნახევარიამდენი მაინც დაემატება, 50,000-მდე ახალი ბინა გაჩნდება ბათუმში. საიდანაც დიდი ნაწილი არის საინვესტიციო ხასიათის და ყველაზე პოპულარული ამ საინვესტიციო ბინებიდან არის მოკლევადიანი გაქირავების აპარტამენტები, რომლებიც გამოდის Booking-ზე, Airbnb-ზე, სხვადასხვა ვებსაიტებზე და რა თქმა უნდა, ასეთ გაზრდილ მიწოდებას დასჭირდება ტურისტების ნაკადი, რომლებიც ამ ბინებს დატვირთავენ, რადგან თუ ბინები არ დაიტვირთა და საშუალო დატვირთულობამ იკლოს, საბოლოო ჯამში ეს აისახება შემცირებულ საინვესტიციო მიმზიდველობაში. და ეს უარყოფითად რისკი რომ შეიძლება არ იყოს ათვისება ისეთი მაღალი როგორც ჩვენი შეფასებით რომ დაიტვირთოს ასეთი გაზრდილი მიწოდება საჭირო იქნება ყოველწლიურად მინიმუმ 15%-ით ტურისტების რაოდენობის ზრდა და 15% საკმაოდ დიდი რიცხვი არის, არ არის პატარა რიცხვი და ამისთვის იქნება სხვადასხვა ღონისძიებები გასატარებელი, აუცილებელი ახალი ტურისტული ბაზრების ათვისება, საიდანაც ყველაზე პერსპექტიულად აზიურ ბაზრებს ხედავთ კონკრეტულად კი ჩინეთისა და ინდოეთის ბაზრებს, რომელიც ორი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული ბაზარი არის მსოფლიოში და ასევე სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარება, რომლებიც სეზონურობას შეამცირებენ ბათუმში და მხოლოდ ზაფხულში აღარ იქნება ბათუმი დატვირთული, რაც შეიძლება გულისხმობდეს მაის ტურიზმის განვითარებას, ასევე მაგალითისთვის პოკერის ტურნირების ჩატარებას ან სხვადასხვა სპორტული და საკონცერტო ღონისძიებები და ერთ-ერთი საინტერესო მიმართულება ასევე არის ციფრული ნომადები, ეგრეთ წოდებული, რომლებიც არიან ადამიანები, რომლებიც დისტანციურად მუშაობენ და უბრალოდ ეძებენ კომფორტულ გარემოს საცხოვრებლად და ბათუმი შესაძლებელია მათთვისაც შეიფუთოს როგორც ერთ-ერთი საინტერესო ლოკაცია. დიდი მადლობა თქვენი დროისთვის და პასუხობისთვის. ზუკა თავყელიშვილი, გალტენ დაგარდის ასოცირებული მკვლევარი იყო ჩვენთან ერთად.